ნონა გაფრინდაშვილი ქართული და მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ქალი, რომელმაც ჭადრაკის ისტორია შეცვალა და გზა გაუხსნა მომავალ თაობებს. იგი არა მხოლოდ საქართველოს სიამაყეა, არამედ ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ინტელექტუალურ სპორტში ქალსა და კაცს შორის ბარიერები პირობითია. მან ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო და ძალიან მალე გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი იყო. უკვე მოზარდ ასაკში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნეოდა. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი მსოფლიო ჭადრაკის ცენტრი იყო, ამიტომ იქ წარმატება მსოფლიო დონის აღიარებას ნიშნავდა. მისი უდიდესი კარიერული გარღვევა 1962 წელს მოხდა, როდესაც მხოლოდ 21 წლის ასაკში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ტიტული ელისავეტა ბიკოვას მოუგო და დაიწყო ეპოქა, რომელიც თითქმის 20 წლეული გაგრძელდა. გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ წარმატებით დაიცვა და 16 წლის განმავლობაში ქალთა ჭადრაკში დომინანტი ძალა იყო. მისი თამაშები ხშირად სწავლების მასალებად გამოიყენება, რადგან იგი იდეალურად აერთიანებდა ტაქტიკას, პოზიციურ გაგებას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოწინააღმდეგეზე. გაფრინდაშვილი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის სპორტულ სისტემაში, სადაც ჭადრაკი სახელმწიფო პრესტიჟის ნაწილად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ინარჩუნებდა ინდივიდუალურ სტილს და საკუთარი თამაშის ფილოსოფიას. თუმცა ნონა გაფრინდაშვილის განსაკუთრებულობა მხოლოდ ქალთა ტურნირებში გამარჯვებებით არ შემოიფარგლებოდა. იმ დროს ქალები იშვიათად მონაწილეობდნენ კაცთა ტურნირებში, მაგრამ მან ეს სტერეოტიპი დაანგრია. გაფრინდაშვილი რეგულარულად თამაშობდა მამაკაც მეტოქეებთან, ამარცხებდა ძლიერ დიდოსტატებს და მაღალი კლასის საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებას აღწევდა. სწორედ ამის შემდეგ 1978 წელს ის გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელსაც საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციამ ღია კატეგორიის გრანდმასტერის ტიტული მიანიჭა. ეს მოვლენა ისტორიული იყო. მან დაამტკიცა, რომ ქალი მოთამაშე უმაღლეს დონეზე კონკურენტუნარიანია. მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჭადრაკო ოლიმპიადებსაც. საბჭოთა ნაკრებში ნონა მრავალჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი ინდივიდუალური მედალიც მოიპოვა. ჭადრაკის სამყაროში მას აგრესიული, შემტევი და ფსიქოლოგიურად ძლიერი სტილით იცნობდნენ. მისი გავლენა მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება. ნონა გაფრინდაშვილი გახდა ქალთა სპორტული ემანსიპაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო. მისი წარმატებები შთააგონებდა ათასობით გოგონას მთელ მსოფლიოში, რომ ჭადრაკი და ზოგადად ინტელექტუალური სპორტები არ იყო მხოლოდ მამაკაცების სივრცე. ცალკე აღნიშნვის ღირსია მისი ყველაზე ცნობილი სასამართლო პროცესი. კერძოდ 2020 წელს Netflix-ის სერიალმა ლაზიერის გამბიტი მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ფინალურ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი ქალთა მსოფლიო ჩემპიონია და კაცებთან არასოდეს უთამაშია. ეს განცხადება ისტორიულად მცდარი იყო, რადგან რეალურად ნონას იმ დროისთვის უკვე ათეულობით მამაკაც მეტოქესთან ჰქონდა ნათამაშები. 2021 წელს გაფრინდაშვილმა Netflix ამერიკაში სასამართლოში უშივლა. სარჩელში იგი ითხოვდა $5 მილიონ და აცხადებდა, რომ აღნიშნული ფრაზა იყო ცრუ, სექსისტური და დამამცირებელი. მისი მხარე მიუთითებდა, რომ 1968 წლისთვის მას მინიმუმ 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის ძლიერ დიდოსტატებთანაც. Netflix-ი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია და დიალოგი შემოქმედებითი თავისუფლების ნაწილად უნდა ჩაითვალოს. თუმცა 2022 წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ კომპანიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მხატვრული ნაწარმოებიც ვერ არის დაცული ცილისწამებისგან თუ რეალურ პიროვნებაზე მცდარ ფაქტებს ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო. იმავე წლის სექტემბერში მხარეები შეთანხმდნენ და საქმე სასამართლოს გარეთ დასრულდა. შეთანხმების პირობები საჯაროდ არ გამხელილა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ დავა დასრულდა. ეს ფაქტი ბევრმა ნონა გაფრინდაშვილის მორალურ გამარჯვებად შეაფასა. ჭადრაკის დედოფლის ასაკის მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში იგი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა და სენიორთა ტურნირებში. არაერთხელ მოიგო მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატიც. ბოლო წლებში უკვე შედარებით იშვიათად ჩნდება შეჯიბრებებზე, თუმცა ჭადრაკის სამყაროში კვლავ აქტიური და გავლენიანი ფიგურაა. ეს წრება ღონისძიებებს, ახალგაზრდებს ხვდება და ქართული ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდად რჩება. ის არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისყოფამ, შრომამ და ნიჭმა სტერეოტიპები დაანგრიოს. ის არის პირველი ქალი, რომელმაც მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ ქალბატონებს გზა გაუკვალა და დღესაც ნონა გაფრინდაშვილის სახელი ხშირად მოიხსენიება როგორც კლასიკური ჭადრაკის ეპოქის ერთ-ერთი საყრდენი.